ამათი ამბავი გასაგებია, მაგრამ აი ამათი ამომრჩეველი. ერთ დღეს ეუბნებიან, რომ ამერიკა ჩვენთან არის და აგერ ტრამპი ჩვენთან არის და მეორე დღეს ეუბნებიან, არა, deep state-მა გაიმარჯვა და ცხენს რო გახედნი, მე ყველაფერს გააკეთებინებ იმას. ძალიან ბევრი მილიონი დახარჯეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამდე მისულიყვნენ, მაგრამ ვერ მივიდნენ. ეს აქტი გვეუბნება, რომ ეს არ მოხდება. ამერიკა აქ რჩება. რა არის ქართული ოცნების მთავარი მოკავშირე? გაუნათლებლობა და სიღარიბე. და როგორ მოხდა, რომ deep state-მა ყველა დაამარცხა ევროპის კონტინენტზე, ამერიკაც რუსეთს თუ უნდა ელაპარაკო. Deep State-ს არ უნდა ელაპარაკო? მაშინ, როდესაც ჩვენს პასპორტს არანაირი ფასი არ ქონდა, როდესაც საკონსულოებში, რიგებში ვიდექით დღეები, კვირეები, თვეები, მაშინ უფრო სუვერენულები ვიყავითო. არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, რომ გაიხსნათ საზღვრები. და ყველა გადის გარეთ და ხედავს როგორ ცხოვრობენ სხვები. თუ ესე იგი მოვიშორეთ ის კაცი, ამ კაცს ექნება ძალიან დიდი დამსახურება.